მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავ 2025 წელს წაკითხულ წიგნებს. ამ წიგნებს გადავანაწილებ 4 სხვადასხვა კატეგორიაში. ტოპ წიგნებში შევიტან იმ წიგნებს, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა და ყველაზე მეტად აღმოფრთოვანა. კი, რა თქმა უნდა, აქ იქნება ესეთი წიგნები, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ და მომეწონა. შეიძლება აი ზუსტად ამ ემოციას რაც იწვევს, რომ შეიძლება წაკითხვა რაღაც გარკვეული მიზნით, არა. არ უწევ რეკომენდაციას. მთლიანობაში ეს ვიდეო იქნება ორნაწილიანი, ამ კვირაში შემოგთავაზებთ პირველ ნაწილს, სადაც განვიხილავთ 20 წიგნს. დავიწყოთ. პირველი წიგნი. Matthew Perry's Friends, Lovers and Big Terrible Thing. თუ სერიალი მეგობრები გიყვართ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი. მით უმეტეს თუ ჩენდლერი თქვენი ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟია. ეს წიგნი მოგვითხრობს Matthew Perry's ცხოვრების შესახებ, რომელიც იწყება ბავშვობიდან და გრძელდება იმ პერიოდამდე, როდესაც ამ წიგნს წერდა. გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო სამსახიობო კარიერა ბავშვობაში, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან, როგორ დაიწყო მისი მოგზაურობა სერიალში მეგობრები და მოგვითხრობს ნამდვილად იმ საშინელ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა. მისი წერის სტილი და იუმორი აუცილებლად გაგახსენებთ ჩენდლერს. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან სევდიანი და გული დამწყდა, რომ მოკლედ ამ ყოველფრის გადატანა მოუწია ამ ადამიანს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგან ის გულში ეს ადამიანი რჩება და არასდროს არ დავივიწყებთ ჩვენს მეგობარ ჩენდლერს. ამ წიგნს გავანაწილებ, რა თქმა უნდა, კი კატეგორიაში, ნამდვილად გირჩევთ და იმედი მაქვს, რომ ისიამოვნებთ. ნაპოლეონ ჰილი, იფიქრე და გამდიდრდი. ამ წიგნში ავტორი ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც გსურს, რომ რაღაც გარკვეულ მიზნებს მივაღწიოთ და მოვიპოვოთ ფინანსური თავისუფლება, არ უნდა მივენდოთ უბრალოდ იღბალს. აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს სწორი განწყობა და სამოქმედო გეგმა. ავტორი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ასევე ძალიან ბევრი ცნობილი წარმატებული ადამიანის ისტორიას, რომელიც ძალიან შთამაგონებელია და ვფიქრობ, რომ სრულიად სხვანაირად შეგახედებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ ის, რაც გსურთ. ბევრ კარგ რამეს ისწავლით მოკლედ ამ წიგნიდან, ამიტომ კი, ეს წიგნიც ნამდვილად წასაკითხია. შემდეგი წიგნი არის ისმაელ კადარეს სიზმრების სასახლე. ისტორია მიუყვება მარკ ალემს, რომელიც მუშაობას იწყებს იმპერიის ყველაზე ძლევამოსილ უწყებაში. ამ უწყებაში აგროვებენ და შიფრავენ ადამიანების სიზმრებს. ანუ წარმოიდგინეთ სახელმწიფო, რომელიც თქვენს სიზმრებსაც კი აკონტროლებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტირანს სჯერა, რომ არსებობს ერთი მთავარი სიზმარი, რომელიც განსაზღვრავს მის ბედისწერას. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო ჟღერს ეს სიუჟეტი და მეც დიდი ენთუზიაზმით დავიწყე მოკლედ ამ წიგნის კითხვა. ნამდვილად კარგად დაიწყო, ძალიან ჩამთრევი იყო, თუმცა განვითარება და დასასრული სამწუხაროდ ისეთი კარგი არ აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ამ წიგნის დასაწყისი. ეს წიგნი მოხდება კატეგორიაში შეიძლება. ღირს მაინც ალბათ წაკითხვა, თუმცა პირადად ჩემი მოლოდინი დიდად ვერ გაამართლა. სამი კოენის ცხოვრება შიშს მიღმა. ეს წიგნი ძალიან ნათლად დაგანახებთ, თუ რამხელა გავლენა აქვს შიშს თქვენს ცხოვრებაზე. აი თუ დააკვირდებით, ყოველთვის იმის შიში ვართ, რომ ვიღაც გაგვეკრიტიკებს, ვიღაცას არ მოვეწონებით, ვიღაც არ მიგვიღებს და ამის გამო არ გვაქვს სრულყოფილი ცხოვრება. ძალიან საინტერესოდ აქვს ახსნილი, რამხელა გავლენა აქვს ბავშვობას ჩვენზე და იმ რწმენებს, რომელიც ბავშვობაში გვიყალიბდება. აი მაგალითად დავსვით რაღაც კითხვა, როცა პატარები ვიყავით და ამაზე მივიღეთ უხეში პასუხი. ამან უკვე ჩათვალეთ, რომ ავტომატურად ჩამოაყალიბა რწმენა, რომ კითხვები არ უნდა დასვათ. ძალიან კარგად ხსნის ავტორი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს ჩავეძიოთ და გავარკვიოთ, თუ რამ ჩამოაყალიბა ეს ჩვენი რწმენები და რა უნდა შევცვალოთ საკუთარ ქცევაში. კი, ნამდვილად უწევ ამ წიგნის რეკომენდაციას, თუ გაინტერესებთ ფსიქოლოგია და საკუთარ თავში ძიების პროცესი გსიამოვნებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი. გრიგოლ აბაშიძის დიდი ღამე. სიუჟეტი მიუყვება რუსუდანის მმართველობას, ხვდებით შიდა დაპირისპირებას, მონღოლთა შემოსევას და თვალს ვადევნებთ იმ ისტორიულ ტრაგიკულ გარდატეხას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. უზომოდ საინტერესო პერსონაჟები ყავს ამ წიგნს, ძალიან კარგად წერს ავტორი, მეც მეგონა, რომ მართლა ამ ყველაფრის თანამონაწილე ვიყავი და უზომოდ დიდი სიამოვნება მივიღე. ესეც ჩვენი პირველი წიგნი ტოპ კატეგორიაში. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან, ვფიქრობ, რომ ყველა ქართველს უნდა ქონდეს წაკითხული ეს წიგნი.
შემდეგი წიგნი არის ჯეი შეტის სიყვარულის 8 წესი. ჯეი შეტის ყოველთვის ვადევნებ თვალყურს. მას აქვს თავისი პოდკასტი, სადაც საუბრობს ძალიან საინტერესო საკითხებზე და ყავს ძალიან კარგი სტუმრები. რაც შეეხება ამ წიგნს, ჯეი შეტი ძალიან კარგად გვანახებს, რომ ახლა გავლენას ახდენს ეს რომანტიკული ფილმები და პოპკულტურა ჩვენს შეხედულებაზე სიყვარულის შესახებ. ის სიყვარულს უდგება როგორც უნარს და გვასწავლის მის განვითარებას, რომ შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ კარგი გულწრფელი ურთიერთობები როგორც სხვებთან, ასევე საკუთარ თავთან. კი, ვუწევ ამ წიგნს ნამდვილად რეკომენდაციას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძალიან კარგად დაგანახებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს უყვარდეს საკუთარი თავი. შემდეგი წიგნი არის კოლინ ჰუვერის All Your Perfects. ამ ავტორზე ისეთი ამბები ატეხილი, სრული დრამა ინტერნეტ სივრცეში. მისი რაღაც წიგნები მომწონს, რაღაც წიგნები არ მომწონს. ინგლისურად კითხვა რომ გადავწყვიტე, მივადექი მის წიგნებს, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ენით წერს და რაც შეეხება ამ წიგნს. მოკლედ ეს წიგნი არის სერიაში და არის მესამე ნაწილი. პირველ ორზე არ ვიცი, მართლა კომენტარს ვერ გავაკეთებ, აი ის გიფი როა წყალს რო უშვერთვალებს, დაახლოებით ეგ მჭირდა. ეს წიგნი არის ყველაზე, რომელსაც აქვს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა. მთელი წიგნი ვფიქრობდი, რომ ეკი დასხედით, ანუ ერთმანეთს უთხარით, რასაც ფიქრობთ, რატო წვალობთ. თავის საქმე ამ წიგნმა გააკეთა, ძალიან მარტივი წასაკითხი იყო გავერთე. გადავიტან კატეგორიაში შეიძლება. შემდეგი წიგნი არის გიორგი ხარაიშვილის ბნელია გზა. ქართული ფენტეზი, მეგობრებო. ამ წიგნში არის ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც მამამისი ბავშვობიდან უყვება საკუთარი თავგადასავლების შესახებ და ამ პატარა ბიჭსაც, რა თქმა უნდა, უნდება, რომ მამას მიბაძოს და გაითქვას სახელი და გქონდეს ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. აქ ხვდებით ორად გახლეჩილ სამყაროს, შავ და თეთრ ტაძარს, მაქციებს, შავ მხედრებს და იმ ყველაფერს, რაც ფენტეზიში ასე ძალიან გვიყვარს. ასე რომ, კი, აუცილებლად წაიკითხეთ, ძალიან საინტერესო იყო. შემდეგი წიგნი არის პატრიკ ზიუსკინდის სუნამო. აქ უკვე გადავდივართ მე-18 საუკუნის პარიზში, სადაც იბადება ბიჭი ჟან ბატისტ გრენუი. გრენუის აქვს ფენომენალური ყნოსვა და ამ უნარის დამსახურებით ხდება სახელგანთქმული პარფიუმერი. თუმცა მისი მიზანი არ არის, რომ შექმნას უბრალოდ რაღაც სასიამოვნო სუნამო. მისი მიზანია იპოვოს ისეთი სურნელი, რომელიც მას მისცემს ადამიანების მართვის შესაძლებლობას. და ამ მიზნის გამო ის დგამს საბედისწერო ნაბიჯებს. შემზარავი წიგნია, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი იყო და კი, ამ წიგნსაც ვუწევ რეკომენდაციას, თუ მსგავსი ტიპის წიგნები გაინტერესებთ, წაიკითხეთ. შემდეგი წიგნი არის კოლინ ჰუვერის Confess. აქ უკვე მივუყვებით გოგოს და ბიჭის ისტორიას. რაც ძალიან მომეწონა ამ წიგნში იყო ის, რომ ეს ბიჭი არის მხატვარი და ადამიანები ანონიმურად უტოვებენ წერილს, სადაც არის მათი აღსარება. ანუ ყველაზე შემზარავი და ყველაზე ისეთი შიშველი სიმართლე, რასაც ადამიანები ხშირად ვერ უსწორებთ ხოლმე თვალს. და ეს ბიჭი ამ აღსარებების მიხედვით შემდეგ ხატავს ნახატებს. და ეს ნახატებიც იყო ამ წიგნში და ძალიან მომეწონა. დანარჩენზე რა გითხრათ? ეს ნაწილი საინტერესო იყო, შინაარსობრივად დიდი არაფერი. რომელ კატეგორიაში წავიღოთ? მოდი იყოს მაინც შეიძლება. თუ გინდათ ისეთი უბრალო და მარტივად წასაკითხი წიგნი, რომელიც დროს გაგაყვანინებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ. შემდეგი წიგნი არის ჯემალ ქარჩხაძის მდგმური. ხო, ამ აღიარების მეშინია. ჯემალ ქარჩხაძე ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ წიგნმა ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა. სიუჟეტი მიუყვება კაცს, რომელიც გადადის მდგმურად ახალ სახლში, შემდეგ გაიცნობს გოგონას, რომელიც მოეწონება და იწყებს მასთან ურთიერთობას და შემდეგ რა ხდება, არ მოვყვები და არ დაგასპოილერებთ. ისე გადადის შემდეგ სიუჟეტი და ისე ვითარდება და ისეთი დასასრული აქვს, რომ აი თითქოს ვერ მივყევი მთელ ამ პროცესს. შეიძლება პრობლემა ჩემშია, არ ვიცი, რაც არ იყოს სწორი, შევიქმნი ძალიან დიდი მოლოდინი და ნუ როგორც ხდება ხოლმე ამ დიდი მოლოდინის ფონზე ის ვერ მივიღე, რაც მინდოდა. ასე რომ ჩემთვის ეს გადადის კატეგორიაში შეიძლება. აქვე განმარტება. ალბათ ვიღაც იკითხავს, რომ ხა კოლინ ჰუვერი და ქარჩხაძე ერთ კატეგორიაში რანაირადო და მე მესმის. როდესაც ვკითხულობ ისეთ ავტორს, რომელიც ძალიან მარტივად წერს, არ მაქვს რაღაც ზედმეტი მოლოდინები, მინდა რომ უბრალოდ დრო მარტივად და სასიამოვნოდ გავიყვანო და როცა ვკითხულობ კლასიკოს მწერალს, რა თქმა უნდა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც ძალიან ღირებულს წამომიღებ ამ წიგნიდან. შესაბამისად, შეიძლება რომ მოკლედ შემდეგ ეს ორი ავტორი აღმოჩნდეს ერთ კატეგორიაში. ნუ, მე ასეთი შეფასების სისტემა მაქვს. მაპატიეთ. შემდეგი წიგნი არის რონდა ბაირნის The Magic.
მოკლედ, ჩემს გარშემო ვინც არის ყველა მის ამ წიგნის შესახებ, იმიტომ რომ იმდენი ვილაპარაკე ამ წიგნზე, რომ მე მგონი უკვე შევაწუხე ხალხი. ეს წიგნი ეხება მადლიერებას და იმას, თუ რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან თქვენს ცხოვრებაზე. წიგნში გვაქვს 28 დღიანი პრაქტიკა, ანუ არის პატარ-პატარა დავალებები, რომელსაც წინასაღამოს წაიკითხავთ და მეორე დღეს გააკეთებთ. პირადად მე როცა წავიკითხე, მქონდა საკმაოდ რთული პერიოდი და მუდმივად წუწუნის ხასიათზე ვიყავი და ძალიან ბევრს წუწუნებდი. ხვდი უკვე რომ დრო იყო რაღაც შემეცვალა საკუთარ თავში, გადმოვიღე ეს წიგნი და კიდევ კარგი რომ ეს წიგნი ავიღე ხელში. იმიტომ რომ ეს იყო მართლა magic. სრულიად შემეცვალა ქცევა, ეს ჩემი ნეგატივი სადღაც გაქრა, გადავერთე მხოლოდ იმაზე, რაც მიყვარდა, მჭირდებოდა და რისი მადლიერიც ვიყავი ცხოვრებაში და მოკლედ ჩემს განწყობაზე მოახდინა უდიდესი გავლენა. იმდენად კარგად იმოქმედა, რომ აუცილებლად დავუბრუნდები კიდევ ამ პრაქტიკას. ასე რომ ტოპ წიგნი მეგობრებო, ეს არის ტოპ წიგნი, რომელსაც აბსოლუტურად ყველას ვურჩევ. სულ სხვანაირად შეხედავთ მადლიერებას და რაც ყველაზე მთავარია, ეს არ იქნება მხოლოდ თეორია და პრაქტიკულადაც შეძლებთ რომ გამოსცადოთ საკუთარ თავზე. შემდეგი წიგნი არის ლევ ტოლსტოის ანა კარენინა. შეიძლება ბევრ თქვენგანს წაკითხული ქონდეს, თუმცა სიუჟეტზე ერთი-ორ სიტყვას ვიტყვი. სიუჟეტი მიუყვება ახალგაზრდა ქალს, ანას, რომელსაც ერთი შეხედვით აქვს ყველაფერი, ყავს გავლენიანი ქმარი, მოსიყვარულე შვილი, ტრიალებს მაღალ საზოგადოებაში, თუმცა ყველაფერი თავდაყირად დგება და იწვება მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება ოფიცერი ვრონსკი. ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნით, ეს ლევ ტოლსტოის პირველი ნაწარმოებია, რაც წავიკითხე და აუცილებლად გავეცნობი მის სხვა ნაწარმოებებსაც. ამ წიგნის ორი ეკრანიზაცია ვნახე, ერთში შონ ბინი თამაშობდა ვრონსკის სხვათა შორის და მიუხედავად შონ ბინისა, მაპატიე შონ, მაინც არ მომეწონა დიდად ფილმი და მეორეში უკვე ვიხილეთ კირა ნაითლი და აქ სხვათა შორის გადაწყვეტა თვითონ ფილმის იყო ცოტა უცნაური, მაგრამ ანას და ვრონსკის ქიმია ვფიქრობ, რომ უფრო კარგად ჩანდა. თუმცა არც ეს არ იყო იდეალური ეკრანიზაცია. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, კი, თუ არ გაქვთ წაკითხული, წაიკითხეთ, ძალიან ისიამოვნებთ. შემდეგი წიგნი არის ტეილორ ჯენკინს რეიდის ეველინ ჰიუგოს 7 ქმარი. აქ უკვე გადავდივართ მეგობრებო ჰოლივუდში. ეველინი არის ძალიან ცნობილი და წარმატებული მსახიობი და წიგნი მიუყვება მთლიანად ეველინის ისტორიას, როგორ დაიწყო, როგორ მოხვდა ჰოლივუდში და რა თქმა უნდა ვკითხოთ მისი ურთიერთობების შესახებ, რომელიც როგორც ხედავთ არც ერთი იყო და არც ორი. ძალიან გავერთე. საინტერესო პერსონაჟია ეველინი და ძალიან კარგი წასაკითხი იყო ეს წიგნი და ვისიამოვნე. ასე რომ კი, ამ წიგნს რეკომენდაციას ვუწევ. შემდეგი წიგნი არის ფრედერიკ ბაკმანის შფოთვარე ადამიანები. ფრედერიკ ბაკმანი არის ჩემი 2025 წლის აღმოჩენა. მიყვარს. ორი წიგნი წავიკითხე, მოგვიანებით მეორესაც გაგაცნობ და ორივე იყო უსაყვარლესი. სიუჟეტი ვითარდება პატარა შვედურ ქალაქში, სადაც ახალი წლის წინაღამეს მძარცველს აყავს ძევლად 8 ადამიანი, რომლებიც არიან ბინის დასათვალიერებლად მისულები. ძალიან ისეთი ქაოტური სიტუაცია იქმნება, ძალიან უცნაური ადამიანები არიან ერთი შეხედვით და ნელ-ნელა კითხვის დროს ვეცნობით მათ ისტორიებს, მძარცველის ისტორიასაც. ისე ვითარდება ეს სიუჟეტი, რომ გული გაგითვებათ და აგიჩუყდებათ. ბოლოს ისე კარგად გემრიელად მატირეს. ტოპ წიგნებს დაემატება ეს წიგნიც. ძალიან თბილი და ესეთი ადამიანური წიგნია და ვფიქრობ, რომ ყველას გულთან ახლოს მივა. ანდრე ასიმანის Call Me By Your Name. ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია ვნახე ჯერ და შემდეგ გადავწყვიტე წაკითხვა. მოკლედ, წიგნში გვყავს მთავარი პერსონაჟი ელიო, რომელიც თავის ოჯახთან ერთად არის იტალიაში და მათთან დასარჩენად ჩამოდის სტუდენტი ოლივერი. და მოკლედ ამ ორ პერსონაჟს შორის იწყება ურთიერთობა. ეკრანიზაციაში იმდენად კარგად იყო ნაჩვენები ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობა, რომ ერთი სული მქონდა, რომ წიგნიც წამეკითხა. მაგრამ ამ წიგნმა სამწუხაროდ ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა. აი ამ წიგნს ვეჭიდავე, რომ ბოლომდე წამეკითხა. ზოგადად წიგნებს თავს ვერ ვანებებ ხოლმე, რაც არ უნდა არ მომწონდეს, არ მჩვევია, რომ ესე დავხურო გადავდო და სხვა წიგნზე გადავიდე. ბოლომდე უნდა მივიყვანო. ასე რომ სამწუხაროდ არ ვუწევ ამ წიგნის რეკომენდაციას. გადავიდეთ შემდეგ წიგნზე, ეს არის მეგი ოფერელის ჰამლეტი. ეს წიგნი არის უილიამ შექსპირზე, მის მეუღლეზე და მათი 11 წლის შვილ ჰამლეტზე. ამ პერიოდში ინგლისში მძვინვარებს შავი ჭირი და მოკლედ ბევრ ძალიან ისეთ ტრაგიკულ მომენტს წააწყდებით ამ წიგნში. სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება და აქ ვიგებთ როგორ დაიწერა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა ჰამლეტი. ეკრანიზაცია ახალხანს გამოვიდა, ჯერ არ მინახავს, ძალიან ემოციურია, როგორც ვიდეოები ვნახე, ხალხი აცრემლებული გამოდის კინოთეატრებიდან. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მოლოდინს. იცოდით, რომ შექსპირის მეუღლეს ენ ჰეთუეი ერქვა? არც მე.
ამ წიგნს ვუწევ რეკომენდაციას, ძალიან საინტერესო იყო, წაიკითხეთ. შემდეგი წიგნი არის Mel Robbins-ის 5-Second Rule. ეს წიგნი არის იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა რაღაც აზრი მოგვივა თავში, მაშინვე დავიწყოთ ქმედება. ზოგადად ადამიანებს გვჩვევია, რომ როცა რაღაც იდეა მოგდის, იმდენ კითხვას ვუსვამთ საკუთარ თავს შემდეგ, რომ გადავაფიქრებინებთ ხოლმე, მოკლედ ნებისმიერი რამის გაკეთებას. ამ წიგნით ისწავლით იმას, თუ როგორ შემოუძახოთ საკუთარ თავს, მალევე დაიწყოთ ქმედება, რომ თქვენს მიზანს მიაღწიოთ და მაქსიმალურად შეამციროთ ეჭვი საკუთარ თავში და ზედმეტი არ იფიქროთ. რა თქმა უნდა, ხანდახან საჭიროა, რომ კარგად დაფიქრდეთ რაღაც გარკვეულ ქმედებებზე, მაგრამ ხანდახან საჭიროა უბრალოდ ქმედება. კი, რეკომენდაცია ჩემგან ამ წიგნს. Emily Henry's Book Lovers. ამ წიგნში ხვდებით ლიტერატურულ აგენტ ნორას, რომელიც მთლიანად კონცენტრირებულია თავის კარიერაზე და იძულებით წაიყვანს დასასვენებლად პატარა ქალაქში, სადაც ხვდება რედაქტორ ჩარლის. ჩარლის ნორა აქამდეც იცნობდა და არ აქვს კარგი ურთიერთობა, პირიქით სულ დაპირისპირება ჰქონდათ და მოკლედ აქ იწყება რაც იწყება. ძალიან მარტივი, მსუბუქი წიგნია, აი რომანტიკულ კომედიებს რო უყურებთ ხოლმე, დაახლოებით ეგეთი განწყობის წიგნია და ამიტომ კი, თუ ასეთ წიგნს ეძებთ, რეკომენდაცია Emily Henry's Book Lovers ჩემგან. და ბოლო წიგნი ჩვენს ვიდეოში გენკი კავამურას If Cats Disappeared from the World. წიგნი მოგვითხრავს ერთი ბიჭის შესახებ, რომელიც ცხოვრობს მარტო, ყავს კატა და ერთ დღეს იგებს, რომ აქვს დარჩენილი მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე. ნუ რა თქმა უნდა, სასუწარკვეთილია, არ იცის რა გააკეთოს და ამ დროს გამოჩნდება ეშმაკი, რომელიც თავაზობს გარიგებას. ეშმაკი ეუბნება, რომ თუ ის ყოველდღიურად აარჩევს ერთ რაღაც საგანს ან არსებას, რასაც გააქრობს დედამიწიდან, მას დაემატება სიცოცხლის ერთი დღე. რა თქმა უნდა, დამაინტერესა ამ წიგნმაც და ისე დიდი ენთუზიაზმით ჩავუჯექი, თუმცა აქაც დასაწყისი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე განვითარება და დასასრული. დასასრული სამწუხაროდ დიდად არ მომეწონა. ამიტომ ამ წიგნს გადავიტან კატეგორიაში შეიძლება. მოკლედ ეს იყო ჩემი 2025 წელს წაკითხული წიგნების პირველი ნაწილი. მომდევნო 20 წიგნს შემოგთავაზებთ უკვე მეორე ვიდეოში. მანამდე კი გთხოვთ გამიზიაროთ კომენტარებში, თუ გაქვთ ამ სიიდან წაკითხული რომელიმე წიგნი და თქვენ რომელ წიგნს გაუწევდით რეკომენდაციას. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. დიდი მადლობა და დროებით!